მე გეტყვით 5 მთავარ განსხვავებას ინდუსტრიულად გაზრდილ ქათამსა და ბუნებრივ პირობებში გაზრდილ ქათამს შორის. მაგრამ სანამ ამ 5 განსხვავებას გეტყოდი, ძალიან გთხოვ დიდი ყურადღება მიაქციე თუ რა საკვებს ყიდულობ. ეს არ ეხება მხოლოდ ქათამს. სამწუხაროდ, უმეტესობა პროდუქტებისა, რაც მარკეტში და ბაზარში გვხვდება, თვალდახუჭული ნდობა არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, შენ ერთხელ მაინც დაფიქრებულ ხარ იმაზე, თუ რატომ იზრდება ონკოლოგიური ალერგიული დაავადებები ჩვენს საზოგადოებაში. რატომ იზრდება რიგები აფთიაქებში? ამის ანალიზი შენთვის მომინდია. მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ და გეტყვით ჩემ მთავარ სათქმელს 5 განსხვავებას. პირველი, ბუნებრივ პირობებში გაზრდილ ქათამს გემო უფრო მძაფრი და უფრო არომატული აქვს. ამიტომ იგრძნობა ნამდვილი ქათმის გემო. ამხრივაში კვე გარემო დიდ როლს თამაშობს. ხოლო ინდუსტრიულად გაზრდილ ქათამს აქვს მსუბუქი ნეიტრალური გემო. ასეთის გამო საჭიროა ბევრი და მრავალფეროვანი სანელებლების გამოყენება, იმ რომ გაგემრიელდეს ქათმის კერძი. მეორე, ხორცის სტრუქტურა. ბუნებრივ პირობებში გაზრდილი ქათმის სტრუქტურა არის შედარებით მკვრივი და საჭიროებს ოდნავ მეტ ხან მომზადებას. ხოლო ინდუსტრიულად გაზრდილ ქათამს აქვს რბილი ხორცი, რაც გამოწვეულია უმოძრაობით და ერთგვარი საკვების მიღებით სწრაფი ზრდის მიზნით. მესამე, შემადგენლობა. ბუნებრივ პირობებში გაზრდილ ქათმის ხორცი შეიცავს უფრო მეტ ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავად, რაც განპირობებულია ბუნებრივი საკვებით, ბალახი, მწერები და ასე შემდეგ. ხოლო ინდუსტრიულად გაზრდილი ქათამის შეიცავს მეტ ომეგა-6-ის ცხიმებს მართვალზე დაფუძნებული საკვების გამო. აქვს ნაკლებად ცხიმოვანი ბალანსი. ცხიმი ძირითადად ზედაპირულად გროვდება. მეოთხე, წყლის შემცველობა. ბუნებრივ პირობებში გაზრდილი ქათმის ხორცი შეიცავს ნაკლებ ტექნოლოგიურად შეკავებულ წყალს. უკეთ ინაჩუნებს ფორმას შეწვისა და გრილზე მომზადებისა. თუ ინდუსტრიულად გაზრდილი ქათამი სწრაფი ზრდის გამო შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს. მომზადს გონია, რომ იაფსიხთის პროდუქტში და სახლში გადახდილი ფასის შესაბამისი ღირებულების პროდუქტივი აქვს. ეს ასე არ არის. ხშირ შემთხვევაში შეძენილ ქათამში ტექნიკურად შეკავებული წყალი 15%-საც კი აღწევს. მეხუთე და ბოლოს, სარგებლიანობა. ბუნებრივ პირობებში გაზრდილი ქათმის ორგანული კვება ზრდის A, E და B ტიპის ვიტამინები. ზეზე ყოფნა ზრდის D ვიტამინის შემცველობას. ხოლო ინდუსტრიულად გაზრდილი ქათამი მოკლებულია მზის სხივებს. შესაბამისად, D ვიტამინის დონე დაბალია. მე და ჩემ გუნდს პრეტენზია გვაქვს ხარისხზე და ამიტომ ჩაუხრელად ვმუშაობთ მის გასაუმჯობესებლად. გაუზიარეს ეს მეგობრებს, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს და დაფიქრდეს მის და მისი ოჯახის ჯანმრთელობაზე.